გაუფორმებენ თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის განხილვა იწყება. თუ შეთანხმება შედგება, ბურჭულაძემ ბრალი სრულად უნდა აღიაროს. აქამდე ის ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრს თავდაცვის უწყებიდან 1,300,000-ზე მეტი ლარის მითვისებას ედავებიან. დეაბაძაღუა დეტალებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი დღეს ხდომა უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის. წინა პროცესზე დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის. დღეს კი პროკურორი წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას, რის შემდგომაც უკვე სავარაუდოდ გავიგებთ უკვე იმას, უფორმებს თუ არა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ბრალდებულებს. ცნობილია, რომ ყველა მათგანმა უკვე მიმართა პროკურატურას ამ მოთხოვნით, რაც შეეხება პირობებს თუ რა პირობებს შესთავაზეს ბრალდებულებმა მათი დაცვის მხარემ და რა პირობები ექნება პროკურატურას, ეს ჯერჯერობით დაზუსტებით არის უცნობი, თუმცა წინას ხდომის შემდეგ პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა განმარტა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა და პირობა იქნება ბრალის აღიარება და ზიანის ანაზღაურება, რომელიც არის დაახლოებით 7 მილიონ ლარამდე. წინას ხდომაზე ასევე მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენებას მისცემდა თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, ყოფილი მაღალჩინოსანი, თუმცა მან ეს საბოლოო სიტყვისთვის გადადო. საინტერესოა რა პოზიცია ექნება მას, რადგან თავდაპირველად ის ბრალს არ აღიარებდა და მეტიც მას აბსურდულსაც კი უწოდებდა, ამიტომ საინტერესო იქნება მისი პოზიციის მოსმენა. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ცნობილია, რომ ისინი ბრალს აღიარებენ. ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა განმარტა, რომ მათ უკვე მიმართეს საპროცესოს მოთხოვნით პროკურატურას და ითხოვენ პირობით მსჯავრს. უფრო მეტ დეტალს ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ პროცესის დასრულების შემდგომ გავიგებთ. ველოდებით საპროცესო შეთანხმებაზე პასუხს, მაგრამ პარალელურად პროკურორი იტყვის დღეს დასკვნით სიტყვას. მნიშვნელოვანი რაც არის პირობით სასჯელზე ზიანის ანაზღაურებით. და ბრალს აღიარებს, ხო? ვერ დავაკონკრეტებ. ზიანის დაფარვა. ჯერ ვერ დავაკონკრეტებ. არ ვიცით. მაგაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ. ნაწილობრივ ხომ არ სურს დაფარვა ამას? არც მაგაზე არ ყოფილა საუბარი. ანუ რამდენსაც მოითხოვს პროკურატურა თანახმა ბატონი ჯუანშერი რომ აანაზღაუროს? აი ამ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებითაც გითხარით, აი თვითონ ბატონი ჯუანშერი დააფიქსირებს მის პოზიციას საბოლოო სიტყვაში. დღეს არა, როცა საბოლოო სიტყვის თქმის დრო მოვა. ვლადიმერ ღუდუშაურის სახელით მიმართეთ პარასკევს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. დღეს ბრალდების მხარე ამბობს დასკვნით სიტყვას და სავარაუდოდ დღესვე გვეცოდინება პასუხი, ვის მიმართ გააკეთებენ საპროცესო შეთანხმებას და ვის მიმართ არსებითად დასრულდება ამ საქმის განხილვა. ზიანის ანაზღაურების ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებაში არ მიგვითითებია იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესზეც გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ ღუდუშაურს ამ თანხიდან არანაირი თანხა არ შეხვედრია. შესაბამისად ჩვენ შევიტანეთ განცხადება მხოლოდ პირობით მსჯავრზე და რაღაც შესაბამისი მცირე ჯარიმაზე, რაც გირაოს სახით აქვს შეფარდებული. დანარჩენი უკვე პროკურატურაზეა დამოკიდებული ზიანის თანხას მას დააკისრებენ თუ არა. კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. შემდგომ პროცესებზე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას დაცვის მხარემ, შემდგომ კი დაგეგმილია ბრალდებულთა საბოლოო სიტყვები, სადაც გავიგებთ მათ პოზიციას. ცნობილია ისიც, რომ 25 აპრილამდე უნდა გამოცხადდეს საბოლოო გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.